3, 2, 1, action! ეს არის რაც არის. Hop! დღევანდელი პოდკასტი იქნება დინოზავრების დროის ტელეფონებზე, ანუ მამაჩემის დროის ტელეფონებზე. როგორ ვერ ვდგები, გაგიმართლა, ჩაჭრილი ვარ ამ სკამში. ბიჭო, რა მითხრა მაიმუნმა ბავშვმა ამან? ოკეი, გავიხო. არა მოტეხინა ჭრიალი. ისედე, იცი, რომ ამბობენ, რომელ წელს დაიბადებო და 1900-ს როგორც კი ამბობენ, დინოზავრების ხმები ირთვება. ხო და რაღაც მაგპონჩი მითხარი, ხო? ხო, გავიღადო. ჩაგითვლი. მე აქ რაღაც კითხავს ვაგროვებდი შენთვის და მე თუ დინოზავრის ხანის ვარ მეგობარო, ახლა მე წავალ. შენ გაერკვე მთელ აი ამ აღჭურვილობაში და კიდე რაღაცეები რო იქნება, კიდე იქნება განათება რო უნდა დადგეს კედლებზე რამე და მე შენ მომიწვიე. კარგი? აი მოგეცევი დინოზავრის ხანის მამა შენი. კარგი მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა მართლაც ჩემი თაობის მოწყობილობები. მისტერ გაბრიელი. თქვენს წინაშეა უიშვიათესი ეგზემპლარი, რომელსაც არ ვიტყვი რა არის. გავუმართვით. რა შეიძლება იყოს ეს? გავრეცხე. ძიმეა. გავრეცხე, ტრიანი იყო და წლის წვეთები იმიტომ აქვს. კარგი. აღწერე, აი რა შეიძლება იყოს და როგორ უნდა გამოგეყენებინა, როგორ ვფიქრობ, მოწყობილობა. ადრე ესეთი მაგარი ანუ ესეთი ტექნოლოგიები არ ქონდათ ძალიან ძველ დროს. ამიტომ ანუ მე ძალიან ძველი დროის ტიპად მიგაჩნი ვარ მართლა, მე რამდენად ამბობ მაგას. კაი, ხო, ვიტყვი და არა, ასწორებს. კაი, ვიდ, ჩავთქვი. ამიტომ ეს ალბათ არის ესე დადებდი სადმე, მაგიდაზე ან სკრესლოზე სადღაც, ამას სადღაცას აი ამით რაღაცას იზამდი, დარეკავდი ვიღაცასთან. ცოტა ხანი დაალოდებოდი, გიპასუხებდა და ელაპარაკებოდი. აქედან არის ხმა და აქედან ელაპარაკები. აი ესე. როგორ? აი ესე. ხო, ნახე, აი აქ. ხო, მართალია. მაჩადის აქ. კი ბატონო, ღილაკები რო არ აქვს, როგორ უნდა აგეკრიფა, როგორ ვქნა? რა უნდა გეკნა? ღილაკები არ აქვს. ალბათ ამით ის რა არის, არ ვიცი, ამით. აბა მოუფიქრე რა უნდა იყოს ეგ. შემოიტრიალე შენს. შემოიტრიალე ეს კაი. ნელა. ძიმეა ეგეთი. მოიცა დავხედო. აი. გადმოატრიალე. და რა? მე რა, აი ეს რა ფუნქცია იქნება მაგას. ამით ატრიალებ რაღაცას, მაგრამ არ ვიცი რას ატრიალებ. კაი, გასაგებია. ნუ დაახლოებით მაინც მივხვდი. მოკლედ, ახლა შენ ცი რა მითხარი? როგორ ფიქრობ მაგას, აი ესეთ როგორც მობილურს, უკაბელო, უსადენოს. ეგეთივე დისტანციური კავშირგაბმულობა იქნებოდა თუ რაიმე დამატებითი აქსესუარი, აი დავუშვათ ქსელში მისაერთებლად. არა, ქსელში შესაერთებლად არა. არა, კი, როგორ არა? მე მართულები შნურები დაჭირდებოდა? კი. მართალი ხარ, you are absolutely right. მოკლედ მეგობრებო, მომაწოდეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩემს ბალღობას, როდესაც ჩემს აყოლებაზე, ჩემს სართულზე, კი რა და ჩემს დარბაზოში არ ქონდათ ხალხს ტელეფონი, როდესაც დაუშვათ ჩემი ნომერი ქონდა მიცემული პირველი სართულის მეზობელს. ხო. რომ თუ დარეკავდოდა და დაკონტაქტება ჩვენთან რეკავდნენ, ვაკეთებდით რას? დარეკავდნენ. ალო, თემურის თხოვე, თემურის. ეხლა მაგრამ 1-2 წუთი დაჭირდება, ხო იცით ახლა. მე მაღალ სართულზე ვარ, ის პირველ სართულზეა და უნდა დაელოდოთ. კი, ვიცი, გადავდებდით ესე. მივიდოდი სამზარეულოში, გაზის მილი გადიოდა ესეთი. დანასაუგებდით და ეხლა ნახე მაგია. წკაპ, რომელ სართულზეც იყავ, ჯერ იმდენჯერ მე არ წყავდი, რომელ სართულზეც იყავ, დავუშვათ მოხუთეზე, წკაპ, 1 2 3 4 5, ხო არა, 5, პაუზა და მერე ცოტა ძლიერად წკაპ. და ეს ნიშნავდა რომ მეხუთე სართულზე დარეკეს და პირველ სართულს ეძახიან. მიხვდი? თელი მაგია იყო და მისტიკა იყო. და მეორე სართულს თუ მეორე სართული იყო, ანუ იგივე ჯერ ხუჯერ დააკაკუნებდი და მე ორჯერ ძლიერად. ხო, ანუ მეხუთე დავუშვათ მეშვიდე სართულზე იყავ. შვიდჯერ დაარტყავდი, მეშვიდე სართული, პაუზა და მერე წკაპ, იძახებს მეორე სართულს. ტელეფონზე გირეკავენ, ბიჭო. ეს მილებზე კაკუნი გულისხმობდა კაცრად მარტო სატელეფონო კავშირებს. არ ნიშნავდა ამოდი ყავა დავლიოც. ამოდი ყავა დავლიოთ, არ ვიცი რა იყო, მაგრამ რაღაც სიგნალი მაგაზეც იქნებოდა რა.
ანუ ჩემს დარბაზაში ორ კაცს ქონდა სულ და იმ ერთის ნომერს არ აძლევდნენ ხოლმე მეზობლები და აძლევდნენ ჩვენ ნომერს რა და აი ესეთი მაგია და მაფია იყო ხოლმე რა აი ამ ტელეფონის საშუალებით თუმცა მოდი თქვა მე ძალიან მიკვირს ხოლმე აი მართლა მე თვითონ დაუგნებული ვარ ხოლმე რომ შევდივარ და სადმეს კიდევ ხდება ესეთი ხაზის ტელეფონი სვის აქვს ესეთი ხაზის ტელეფონი რქვა ამას ბებიაშენს არა აქვს? კი, ბებიაჩემს აქვს. მე იყენებს? იშვიათად. ხო, გადადე? აჰა, ერთი ტელეფონი დაიდე. ეს ტელეფონი. კაი, გედოს მან. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო. სულ მალე, როდესაც ეს ეპოქა ჩაბარდა პატრონსა თავის დროს, შემოვიდა აი ესეთი ტელეფონები. მოდი ახლა გავუცნოთ ეს. მოატრიალი დაგვანახე. აი, მეგობრებო. ამის აწევა შეგიძლიათ. Samsung-ი. ხო, Samsung-ია? კი, Samsung-ია. წარმოიდგინეთ Samsung-ი და აი ხა შენ ხელა რო ვიყავი. ვიკრიბებოდით ხოლმე ეზოში და საუბრობდით ასეთ რამეზე, რომ ბიჭო სადღაცას ამერიკაში რაღაცას გამოუშვეს ტელეფონი, რომელიც უბრალოდ ჯიბეში გიდევს და ლაპარაკობს ხარ, ესეთი გაუგენებულები ვიყავით. შენ რო დაიბადე, ეგ გადავლილი იყო უკვე. შენთვის ეს ხა შენ ხა მე რო გიყო ამას რო იმიტომ დინოზავრებისერა. იმიტომ ვარ დინოზავრებისერა. ხო, აი ხა შენ მიცი რა მითხარი? ხო. აი წარმოვიდგინე ჩემ ასაკში ხარ. ამნაირ ტელეფონებს ხარ. მიჩვეული ჯერ ამ ეპოქაში ცხოვრობ. და უცბად სულ რაღაც 2-3 წელიწადში მოხდა ისეთი რამ, რომ აი ესეთი დიდი ტელეფონიდან გადახვედი აი ესეთ ლაწირაკ რამეზე. მართლა? როგორ ფიქრობ, ჩვენი აღქმა როგორ იქნებოდა აი ამ ხელა ნახტომი. შენ რომ მაგ დროში ყოფილიყავ? რავი, გამიკვირდებოდა. ამ ხელიდან ასე პატარიდან რატო გადავიდა თქო რა. ანუ ამ ხელა ტელეფონი ისე პატარას. მე გავიფიქრებდი რომ დიდი უფრო ჯობია ვიდრე პატარას თქო. იმიტომ რომ დიდში უფრო ბევრი და დიდი ბატარეაა და ამაში ალბათ ძალიან პატარა ბატარეა იქნება. ამიტომ ბევრი მახსოვრობა არ ექნება ტელეფონს. დაანახე აბა კამერაში პატარა. ორივე ერთად მასშტაბში. ახლო-ახლოს. ჯერ აი ამას ამის ხელის გულზე. ესე მიიტანე ახლო-ახლოს. ნახე. მასშტაბი ნახეთ გაბრიელის. წავიდგენია? აი მე იყო ვიცი რა. ამასაც გადავდე ფაილები. არა, დაალაგე მან. მე იყო ნახე აი ეს აიღე. რომელი ეს? ეს ხო. არაფერი არ ქნა ჯერ. კაი. აი ტელეფონია ხო? ხო. როგორ უნდა გაგეხსნა? ამით. და როგორ ფიქრობ ექსარჩული რეალურად იცავდა ტელეფონს იმისგან რომ ჯიბიდან არ დარეკილიყო ან რამე? რო კი. კი, იცავდა. ეგ არის რა არის? ეს არის Samsung-ი. Samsung-ი. ყველაზე ბლატონო ვიცი რომელი იყო? რომელი აბა? აი ეს. V3 ვეძახით ან V3. Motorola V3 იყო უმაღლესი ლეველი და ეგ თუ გეჭირა. მე აქ შემოიწერა და დავინახე და მაგრამ მომეწონა ეს ტელეფონი. ეგ ახლა ნახე აქ როდოს ახლა შეამჩნიე. რამდენი ეგეთი 4 წელი მქონდა. მაგას ახლა ელემენტი არა აქვს. ისე რა ხდებოდა შეგით? როგორ მუშაობდა? გამძლე ტელეფონად არ ითვლებოდა. არა. ძალიან მალე ფუჭდებოდა. ხო, ანუ ნახე ახსენე ტელეფონი. აჰა. აჩვენი აზრით რამდენი ახსნა დაკეცვაზე, აი წარმოებელმა რომ გამოუშვა. რამდენი გახსნა დაკეცვის მერე გაუფუჭდებოდა აი ეს ფუნქცია. მე 20 ჯერ სადავთ. 20 ანუ როგორ? ტელეფონს რო იყიდდი 20 ჯერ გახსნილი დაკეცავდი და გადასაგდები იყო, მასე ფიქრობ? არა. კაი არ ვიცი. რამდენზე აი რესურსი რამდენი ექნებოდა? რა სადღაც 120-მდე. ანუ 120 გახსნა დაკეცვა და მერე უნდა გადაგეგდო, ესე ფიქრობ? ხო. აი 1000 ლარი წარმოიდგინეთ ძველ დროში იგივე. რა 1000 ლარი? აი ჩემ დროს ანუ იგივე იყო რა ეხა დღევანდელი 1000 ლარი მაშინ იყო 20000 ლარი და 1000 ლარს 20000 ლარს ეხა გადაიხდიდე და 120 გახსნა დაკეცვა იქნებოდა რესურსი მასე ფიქრობ? კაი არ ვიცი, მიმანიშნე ბევრია ცოტა. ძალიან აი არალოგიკურად ცოტა. 30000 გახსნა დაკეცვა ქონდა მაგას რესურსი. 120 გახსნა დაკეცვა დღეში აკეთებ ადამიანი. დღეში პროსტა აი ნახე მე რითი ვერთობოდი, რითი ფუჭდებოდა იცი ეს ტელეფონი? ხელში რო გვეჭირა ხოლმე და ბირჟაზე რო ვიყავით, რო ვიჭიქით ბირჟაზე. აი უბრალოდ ხო აი ეს კაპაწკუპი გვისწორდებოდა და ამას გააკეთებდი დღეში მარტო 30000 ჯერ. აი ამას. ასე რომ 120 ძალიან მაგრად აცდი. The next one არა. აი გაიღე ტიტანი Nokia. ეს მაგარ რაღაცა. ეგ იყო
ჩვენი დროის მძიმეა. ეგ იყო ჩვენი დროის რა ვთქვა ვერტუ ან რაღაცა ესეთი გიჟობა ვერტუ ახლა ხო ძლიერია კი ძალიან ტიტანის ნოკია ეგ თუ ქონდა ძალიან ბლატონო იყავი რა მე ძალიან მომწონს ეს ტელეფონი ჩუქნი შენ იყოს ელემენტს თუ ვიშოვი ჩავსოვ და ჩაგედე მართლა მომიც თუ იშოვი კი სიმბარეს ჩავდებ მაგ ზომის სიმბარე უბრალოდ აი აქ რაღაც აკლია აი აქ მაგა ჩარჩოვსაც ეგ არაფერი არ არის გამოვიწერთ მოგწონს კი კარგი გამოვიწეროთ ზენექს თან აი ეს როჟა მეც ამ მქონდა ნანახ აი ეს რა არის აი არ ვიცი აი ეს კიბორდი მართლა არ ვიცი თან ხო აი ეს მეც არ მქონდა ნანახი ეგ ტიპმა ეს დიდი ესეთი ყუთით გამომიგზავნა ტელეფონები და თან ახ საიდან ედება ეს რა ქვია ეს უნდა აგეხადა და ამაში უნდა ჩაგესვა რა არ გააფუჭე არ გავაფუჭე ეგეთია რა ტელეფონია ეგ რა წერია Samsung ესეც Samsung-ია ესე უნდა ქნა ამოტრიალებული ხო და მანახე აი ხა წარმოვიდგინეთ Samsung-მა რამ ხელა რაღაცა ახალი სიტყვა თქვა ხო რაღაცა თქვარი ესეთი ინოვაციური მაგრამ რო ვუყურებ ხო ასე მგონია რომ კიდე რაღაცას უნდა აკეთებდეს აგე ბიჭო ეხლა დავამოყო ამაში თურმე ზევით იხსნება არ ვიცოდი თო გუნსამსიე Samsung-ი არის გუნსამსია ეს აუ ორი ხელი უნდა ნახე მანახე ზემოთ იხსნება თურმე თო ეგ არ ვიცი ეხლა დავამოყო მიკროფონი არა ხან ბადე აქ ვაუ რაღაცა ახალი ამოაჩინე მასახო ასე არ ყავ ეხლა აღმოაჩინე აი რამდენი ხანი ვეძებდი რაღაცა ახალი მიპყო და ეხლა იცი რა არის საერთოდ უნდა დააკვირდე ამის აი ამ ღრეჩოებს აი ეს აი ამ მოყვანილობას და აი ეს მოყვანილობა მეგანიშნებს იმას რომ აი თუ უნდა რაღაცეთი კონსტრუქციული ხედვა გაქვს მიგახვედრებს რომ რაღაცა კიდე უნდა გაუკეთო ნახე კიდე პლუს დამატებით რა არის ეს ხო დამტენი ალბათ ხო აიცი რა ალბათ ვიღაცას თუ რეკავან რაღაცას ელაპარაკები ამას ესე ჩამოწეო ეს ამოტრიალებული უნდა იყოს ეთყობა და ესე ელაპარაკები ალო გამარჯობა მეგობარო გარი ჩამოდი რა აჰა მაგარია ესეც ამასობაში ბაბუას დაურეკავს კარგი გადავიდეთ ერთ-ერთ პირველ iPhone-ზე რომელიც შემოვიდა მანახე სუსუ პირველი მან მგონი ეგ iPhone 1-ია თუ არ ვცდები დაანახე ხალხს ეგ ვაფშე iPad-ი ხო არ არის არა ტელეფონი ხედავ რამე შესაძლებელი აქვს ნახე კომპიუტერის თუ რა დიდი ასეთი უზარმაზარი რაღაც შედიოდა ბრტყელი ამის დავწერობოთ რო ჩოროთ რა მაგარი იქნება კი აი ეგ იყო ესე იგი ძალიან სერიოზული ნაბიჯი რამდენი ღირდა თქვენთან აი ეხლა აი ღირდა დაახლოებით როგორი ფასიცი როგორც ეხლა რო გადაიხადო ნუ სადღაც 1500-2000 არა მეტი კიდე თო რა ალბათ 400-500 მაგდენი iPhone 17 არ ღირს მამე ხო რა ვიცი აი ეგეთი ამბავი იყო და აი შენ თუ აი ამ LG-ს ნახე LG შემოვარდა და მალევე ჩაიძირა LG-ს თუ მიხვდები საერთოდ როგორ უნდა გახსნა და რა უნდა გააკეთო დარეკო ბიჭი უქნე მაგ ტელეფონს თან ეტანება ერთო ბა აუ რა მაგარია აჩარი გაქვს უკვე აი ტელეფონი კი მე ბოიცა რა მითხარი რას მოგცემო თუ აღარაფერს დაივიწე მანამ დავამთავრე პირობის გამოყენება და მე შენ ადრე გითხარი ისა ელემენტი მიპოვე მეთქი ძალიან მომწონს Camo in action ეს ტელეფონი მე განახე გამა ხო აუ მაგარი ტელეფონი მე ძალიან კი ნახე როგორი ხსნება ჩვენე აი ნახე ესე ხო არის მეგობრებო კომპიუტერისავით ესე იხსნება კი ძალიან მაგარი და ესე უნდა დაწერო რა ой ეს კი რა დაგვრჩა განსახილველი ის განუხილეთ ოუ ეგ ხო ნუ უკვე აი ნახე წარმოიდგინე ხა ევოლუცია iPhone ეს ორი iPhone პირდაპირ აი ასეთი ამას ახლა ბრუტალური ფორმა მე მომწონს მაგის ფორმა ომას რა დაანტროს ძალიან ბლატონოვია რაღაც მეც მომწონს რაღაც რომ მიჭირავს მომწონს კაცულად გიწილავს ხო ხო აი ესეთი ამობერილი როა მომწონს მაგარი ანუ დიზაინერს კარგად აქვს ნაფიქრი კარგად დახატა ეხა ყველა iPhone-ი ისე ადვილად ხდება და ეს სანამ არ მეტალია თავიდან ბოლომდე ხო სანამ არ გატეხავ ქაჭმ და აი ეს რომელია არ ვიცი მე მგონი 5S-ია ზუსტად მახსოვს 5S-ი რო იყიდა ჩემო ბიძაშვილიშვილმა და გადაიხადა 800 ლარი ქობულეთში ვიყავით ეს ტელეფონი არა გაქვს ჩართული არა დროს მახსოვს ეგეთი ახალს გვაქვს სახში და ხო ვიყავით
მანქანის აუქსილატორით მუსიკა გადამოხსნა და ჩემო ბიძაშვილმა იყიდა ეს ტელეფონი ქობულეთში ზღვაზე ვიყავით რა და რაღაც ისეთ ადგილას დადო რომ უცბად თვალიდან გაქრა და გვეგონა რომ დაკარგა ბიჭო და ხა შენ წარმო ამდენი წლის წინ ვამბობ თუ შენ დავადებული არ იყავ მართლა ხო და აი ამის დაკარგვა იყო კატასტროფა ნუ უკვე შედიოდა თავის მოყოლას აპირებდა რა ტალღებს გავყვებიო რა აღარ არჩენ ცხოვრებას აზრიო მთელი ჩემი შრომაო მთელი 1 წლის ნაგრობი წალმა წაიღო და გადავწიეთ რაღაცა იმით პირსახოცის ქვეშ შემძღვალა და გადარჩა რა აი ესეთი ეპოქის წარმომადგენლები ვარ ჩემო ძმაო შენ რო ახლა ხელში რაღაცა გიჭირავს და ამბები და რამეები და რომეები ჩვენ დროს უფუნება იყო ძმაო უფუნება იყო ესეც კი სახში გქონოდა როგორია წარმოგიდგენე ამდენ უნდა გეწოლა რომ დაგირეკა და რა არის რანაირად უნდა იყოს ამით ნუ ჩაშლილია შეგეძნით ორი წესით ერთი გადატრიალება ერთს ნიშნავდა 2 2 და ასე შემდეგ აგრეთ უნდა გეჩალიო აი 10 თან 6 ციფრიანი ნომრები ადრე არსებობდა წიგნი მთელი თბილისის ნომრები ეწერა სატელეფონო ხაზების და გვარის მიხედვით აი შუბიციძე ხო შევს მოძებნდი შუბიციძე მამაჩემი ხო იყო დემური შუბიციძე დემური და 71 23 51 ჩვენ ნომერს მასე მოძებნიდი სარჩევი იყო რა რუსული რა იყო წიგნი აი დედის ქელტანიანი წიგნი იყო რა ამდენი ხანი ცხოვრები რა დროში არაფერი მარტივი იყო ანუ შორასოზე გადაშილიდი და პირდაპირ შოზე ჩამოვიდი ეს ზევით ეწერას 100 გვარებს კი მოკლედ მინდა ახლა რისკენ მოგეწოდეთ მეგობრებო მინდა სპონსორები გამოგიჩნდებოდეს მეგობრებო ესეთ შემოთავაზება გვაქვს რა ნახეთ აი აქ ახლა ჩვენ გვჭირდება მაგალითად მაგიდა ხო გვჭირდება მაგიდა გამოვიწერე და ტემუდან უნდა ჩამოსულო და კარგი მაგიდა ოჩი ჯიგრული ესეთი რაღაც ბანძუშკა არა მაგრამ უარი გითხრეს ტრანსპორტირებაზე და დაგვიბრუნეს კრედიტი უკან აქ რაც იყიდება ისინი არ მოვწონს თან ჩვენ გვინდა ესეთი დაბალი რაღაცა შეგიძლიათ მე მაგიდა დაგვისპონსოროთ შეგიძლიათ განათება გვინდა იმ წერტილში კიდე ერთი განათება დაგვისპონსოროთ და აი ეს რაღაცებში ჩაერთეთ გაგვამხნევებთ სტიმულს მოგცემთ და რაღაცა უფრო კარგს და ლაღს ანახაობებს შემოგთავაზეთ, თუმცა სპონსორების გარეშეც ადვილად გავართნევთ თავს, იმიტომ რომ აუდიო, ვიდეო, ვიზუალური ეფექტები სპეციალისტი მე თვითონ გახლავართ და ასევე ტელერეჟისორიც, ტელეკინო რეჟისორი. სანამდროა სპონსორები. ასე რომ მე თვითონაც დავდგავავაწყობ, მაგრამ შემოიტანეთ თქვენი წვლილი და კიდევ ერთი. შეგვიძლია unboxing-ებით მოვაწყოთ ხოლმე. რაღაცები რომ გამოგეგზავნოთ და ჩვენ გავხსნით. სუსნის მეფეა, სუსნის мама, სუსნის გელია და გამოგეგზავნოთ ხოლმე რაღაცები. შეიძლება რაღაც თქვა? რა უნდა თქვა, სუნოლა, მე პირი გამიში. Let's go. სანამდროა დაგვასპონსორეთ, იმიტომ როცა დიდები გავიზრდები და წარმატებული ვიქნებით, აღარ დაგჭირდება აღარავინ. რა ამბიციური განცხადება გაქვს. ამიტომ ჯობს მოდი პატარა კორექტირებას გავაკეთებ. ანუ კარგად როცა ვიქნებით, მე რო უკვე აღარავინ აღარ დაგჭირდება ერთი და თუ მაინც და მაინც არჩევანი იქნება, დაგჭირდება თუ არა, მე რო უკვე უბრალოდ არჩევანს ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. ჩვენ მაგას ხომ მივახცევთ. რა თქმა უნდა. ყველაფერს ხო ვახცევთ, რასაც ვარ. რა თქმა უნდა. რაც აკავართ, ხომ მე და შენ ჩვენი თუ წვალობთ. კი, უნდა იშრომო ბიჭო. 3 წელია ხო აი მივდივართ, მივჯახირობთ, არავინ არაფერს სიტყვას არ გვაწევს. აი აქა-იქა ვიღაცა კეთილი ადამიანები და ხომ აი წავე, ხო აი ნელ-ნელა ნაბიჯ ხომ მივდივართ. აუდიტორიაც ხო ყავს. ხალხმაც ხო გავგვიცნობ. ჩვენი მიზანი ხალხის გაცნობა არ იყო, უბრალოდ ისეთები დავანახეთ როგორებიც ვართ. ხო ვაკეთებთ ჩვენ. შენი გახდები ძალიან მაგარი მეკარე და შენი აი თავდაუზოგავი და შრომაზე შრომა დაფასდება ძმა აბა რა ასე რომ მიჩქარეთ და მოდით რა ვიძმაკაცოთ მეგობროთ და გაგვხარდება რა და თუ რაიმე ფინანსები შემოგვივა კიდე ისევ და ისევ იმას მოახმართ რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ბავშვებთან მივიდეთ რა ყველასთან ქვეყნის ყველა წერტილში აი ესე ყველა შაბათს ან კვირას რაღაც გასვლა მოვაწყოთ რომ მათთან ვითამაშოთ. იმედია იქამდეც მივალთ რომ ამასაც მოახერხებთ. კაი, აბა დროებით, მადლობა. აბა ნახვამდის, კარგად. ბაინცულები. Goodbye bye. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.